ამ 2 წელიწადში მე არაფერი არ გავაკეთე და 1 წელიწადში არაფერი არ გავაკეთე, მეზე ადამიანებზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. აი თუ ჩვენ ეხლა ზოგადად იციან, რომ დააყენებენ ამ წესიერი ადამიანების მაგივრად, ვეღარ უნდა გავიდნენ იმ პარლამენტში და იმ თანამდებობებს. ეს არის მეგობრებო თქვენ. აი ახლა ჩვენზე რა არის დამოკიდებული, კი მივცემ ხმას, მაგრამ მაინც არაფერი არ შეიძლება. ვის დროს ჩატარდა პირველად დეიპარადება? ნაციონალური მოძრაობის დროს ამ ხელისუფლებაში არ იქნებიან. ვერ გაბედეს სანამ იყვიყავ. პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა იყო ხელვაჩაურში. მე მართლაც ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ იცით ახლა გარეთ როგორი ამინდია იქცევა ლამის ქვეყანა, წვიმა თავსხმა, ქარიშხალი. ამის დამიუხედავად უამრავი ადამიანი იყო მოსული, დარბაზი აბსოლუტურად გადაჭედილი იყო, ძალიან თბილი იყო შეხვედრა, თუმცა პრობლემები იგივე, როგორც მაღალმთიან აჭარაში აქ ყველგან, როგორც არის მთელ საქართველოში, ეს არის უპატრონობა ხელისუფლების მხრიდან, ძალიან დიდი უყურადღებობა, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც სამსახური არ აქვთ, ადამიანები, რომლებსაც მოსავალი მოყავთ, აი მოხუცი კაცი ადგა და თქვა, რომ ტონობით მომყავსო ლიმონი და მე იმაზე მეც ვყრი, ესე ვთქვათ, რაც ოჯახისთვის ვჭირდება, ეს პრობლემები ყველაფერი შეიძლება მოგვარებული იყოს და მე ამ ადამიანებს გავაცანი ჩემი პროგრამა, ვუთხარი, რომ იგივე პროდუქციის პრობლემა, ლიმონის, ციტრუსების მოგვარდება იმით, რომ სრულყოფილად გავხსნით რუსულ ბაზარს, იქნება უვიზო მიმოსვლა, იქნება სერიოზული ინვესტიციები, რომ სოფლის მეურნეობას ეშველოს და ადგილზე გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სოციალური პროექტები, მათ შორის საპენსიო, ესე ვთქვათ, რეფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა მინიმალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს და პენსია ლარის კურსთან უნდა იყოს მიბმული, რომ არ გაკუპონდეს. გარდა ამისა, პენსია შრომისა და დამსახურების მიხედვით ძალიან მოეწონათ აჭარლებს ჩვენი პროგრამიდან დედის პენსია, რაც ნიშნავს 3 წლამდე ასაკის გამზდელი დედისათვის დედის ხელფასის დანიშვნას და ამის მერე საპენსიო ასაკში ჩათვლას, უფასო განათლება მასწავლებლებისთვის 1300 ლარი და ბევრი სხვა რამ, რაც ყველაფერი ეხა ამ ერთ ინტერვიუში ბუნებრივია ვერ მოთავსდება, მაგრამ მე მინდა ვთხოვო ჩვენს აჭარელ ტელემაყურებლებს, ჩვენი პარტიის ვებგვერდზე არის ახალგაზრდებს მიმართავ განსაკუთრებით ჩვენი პროგრამის სრულყოფილი ვერსია, მშობლებს ალბათ დაინტერესებს, ახალგაზრდებსაც დაინტერესებს და ამოიღონ ეს პროგრამა, ნახონ და დარწმუნდებიან, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ამის ყველაფრის შესრულება შეიძლება. მე ძალიან მიამაყება, რომ ეხა ჩემს, ასე ვთქვათ, ზურგს მიმაგრებენ ბატონი გია ცინცქილაძე, ბატონი იაშა გვიანიძე, ბატონი შუქრი ბურჭაძე და ეს ადამიანები არიან ნამდვილად ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, რომ ხელვაჩაურის და აჭარის მოსახლეობა ენდოს და მინდა რომ ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს გადაცემას ეხა თქვენს გადაცემას უყურებს, რომ ყველა ბიულეტენში აჭარაში შემოხაზონ 3 ნომერი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც გპირდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსასვლელი პირი გქონდეს ადგილობრივ არჩევნებზეც და საპრეზიდენტო არჩევნებზეც.